მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას მეცნიერება და განათლება. მე გახლავართ ტებურ ჩილაჩავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი 1990 წლიდან. ასევე გახლავართ სოხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. მე და საქართველოს ყველას მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ის ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი მთელი ერისათვის, სახელმწიფოსათვის და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საქართველოს. დღეს ჩვენ გვექნება შედარებით თავისუფალი საკითხები, საკმაოდ ბევრი, მაგრამ ესე იგი მე მინდა შემოვხაზო სახელმწიფო უნივერსიტეტების მართვის საკითხი, შევეხებით რეტროსპექტივას 1918 წლიდან, რექტორის დანიშნულ არჩევის საკითხი, აკადემიური საბჭოს საკითხი და ასევე შევეხებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის მნიშვნელობას და ასე შემდეგ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესე იგი დიდი ქართველი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების ძალისხმევით 1918 წელს შეიქმნა დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ესე იგი უკვე მაშინ ეს საქართველოს მაშინ იყო დამოუკიდებელი და იმდენად დიდი იყო მნიშვნელობა და იმდენად დიდი ეროვნული მოაზროვნე ადამიანები ჩაუდგნენ ამას სათავეში, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ასე შემდეგ, რაზმაძე, ასე შემდეგ, რომ უკვე მაშინ ივანე ჯავახიშვილმა, რომელიც იყო ამის სული შემდგენელი და ცნობილი ისტორიკოსი, მან უნივერსიტეტის ცნობადობისათვის, ახალი შექმნილი უნივერსიტეტის ცნობადობისათვის საერთაშორისო ასპარეზზე, ესე იგი პირველი რექტორად წარადგინა ქიმიკოსი, ცნობილი ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი. რადგანაც ქიმია ზოგადად ფუნდამენტური მეცნიერებები და საბუნებისმეტყველო ეს არის ფაქტურა საზღვრების გარეშე, ხოლო დიდებული მიმართულება საქართველოს ისტორია, ქართული ენა, ლიტერატურა ამ შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ მაინც მათი ცნობადობა საზღვარგარეთ, ანუ საქართველოს გარეთ იმდენად არ არის. ამიტომ მან სწორად გადაწყვიტა, რომ ჯობია ამ ეტაპზე რომ სათავეში ჩაუდგეს პეტრე მელიქიშვილი. შემდგომში, რა თქმა უნდა, იყო ეს უკვე პირველ ნაბიჯებს გამდა დამოუკიდებელ საქართველოში, თავისუფალ საქართველოში უნივერსიტეტი, იყო, რა თქმა უნდა, დიდი ესე იგი ენთუზიაზმი მეცნიერების, ესე იგი ივანე ჯავახიშვილი და სხვები მოუწოდებდნენ უცხოეთში მაშინ მოღვაწე ქართველებს დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ქართულ ენაზე მიეწოდებინა ქართველი არაქართველი სტუდენტებისათვის, ესე იგი საგნები, მოცემული საგნები საკმაოდ ბევრი დაბრუნდა. შემდგომში გარკვეული პერიოდის შემდეგ, ესე იგი გარკვეული, თქვათ, რა თქმა უნდა, ყველა ცოცხალში გარემოში გარკვეული შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული აზრი, როგორც მე ვიცი, მელიქიშვილის და თქვათ რაზმაძეს შორის და კიდევ სხვა რაღაცა, ამიტომ თქვათ ისე გამოვიდა, რომ თვითონ ბატონი ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა უნივერსიტეტის სათავეში და რა თქმა უნდა ვიდრე 21 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციას არ გაუკეთებდა წითელი ესე იგი არმია, მანამდე რა თქმა უნდა ეს უნივერსიტეტი იყო თავისუფალ საქართველოში, ქვეყანამ შექმნა თავისი კონსტიტუცია იმ პერიოდისთვის და არა მარტო იმ პერიოდისთვის ძალიან პროგრესული და შემდეგ და შემდგომში უკვე როცა შემოიჭრა ეს ურდოები, წითელი ჯვარი, წითელი არმია,
რა თქმა უნდა დიდი წინააღმდეგობა იყო და უკვე დაიწყეს რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნის გამო ჯავახიშვილის და სხვა პროგრესული მოაზროვნე ესე იგი ქართველი მეცნიერების რომელიც რა თქმა უნდა აზროვნებდნენ ესე იგი ეროვნულად ასევე ორიენტაცია ძირითად ნაწილს მაინც ჰქონდა ვინც ნასწავლი იყო და ხარისხი დაცული იყო ჰქონდა ევროპაში მაგალითად ანდრია რაზმაძე სორბონაში დაიცვა შემდგომში მე ესე იგი ესენი რა თქმა უნდა ესე იგი იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე და მათთვის მიუღებელი იყო მათ შორის საბჭოთა კავშირის მიერ ესე იგი საქართველოს ოკუპაცია. შემდგომში უკვე რა თქმა უნდა წნეხი პოლიტიკური წნეხი იყო ძალიან მძიმე და ფაქტურად 26 წელს 1926 წელს იზოლებული გახდა ფაქტურად ივანე ჯავახიშვილი ფაქტურად უნივერსიტეტი დაეტოვებინათ და იყვნენ დანიშნული ესე იგი კომისრებად რექტორები ესე იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ რექტორ როშელიძე სხვაგვარები ამ შემდეგ და ფაქტურად აი ამ ფაქტურად 14 წლის განმავლობაში ცვლიდნენ ერთმანეთს თითო წლით ან 2 წლით ეს ბოლშევიკები ეგრეთ წოდებული მეცნიერები ფაქტურად რომელსაც დიდი ვთქვათ მეცნიერული რაღაც შედეგები არ ჰქონდა მაგრამ იყვნენ ესე იგი ხარდაჭერი წითელი ჯარის და ზოგადად საბჭოთა კავშირის შემდგომში უკვე გარკვეული წლების განმავლობაში როცა გარკვეულწილად აი ამ მხუთავმა ეგრეთ წოდებული მდგომარეობამ რომელიც გუდავდა უკვე თავისუფალ აზრს და მით უმეტეს მეცნიერების განვითარებას ეგრეთ წოდებული კომისრების მიერ მიიყვანა იქამდე რომ მათ შორის საქართველოში და არა მარტო საქართველოში იგივე მდგომარეობა იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც ერთი პერიოდი ფაქტურად გაუქმდა საერთოდ პედაგოგიურად გადაკეთდა მაგრამ საბჭოთა კავშირი მიხვდა რომ თუ გინდა შენ გარკვეულწილად ეკონომიკას განვითარე მით უმეტეს ჯარი მით უმეტეს ტექნიკა ტექნოლოგია შემდეგ უნდა სწორი მიდგომები განახორციელო სამეცნიერო და სასწავლო დარგში ამიტომ ფაქტურად გადაღებული იყო პრუსიული სკოლა საშუალო განათლების საკმაოდ ძლიერი სკოლა ეს პრუსიიდან რომელიც აპრებირებული იყო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ავსტრო-უნგრეთში ასევე პრუსიაში და შემდეგ ეს გადმოღებული იყო და სკოლებში ამან საკმაოდ დიდი წარმატება მისცა განსაკუთრებით ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მიმართულებით რადგანაც ამ საგნების სწავლება მათემატიკა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ასე შემდეგ, გეოგრაფიის საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. შემდგომში მით უმეტეს როცა უკვე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, იქ საჭირო იყო გარკვეული რა თქმა უნდა ტექნიკა, თვითმფრინავები, სამხედრო, ტანკები, ამ შემდეგ და ბუნებრივია ახლა იქ პოლიტიკურად მიუღებელია ჩემთვის ბატონი სტალინის ლავრენტი ბერიას სხვადასხვა აფხაზეთის ყვირის მაგრამ ნუ ისინი მაინც თავის სისტემაში იმ სისტემაში რომელსაც ისინი ვთქვათ მისდევდნენ ნუ იყვნენ შედარებით ესე იგი ისეთი ადამიანები ხედავდნენ რომ მეცნიერების გარეშე საბჭოთა კავშირი ვერ შეინარჩუნებდა იმ პოზიციებს და შემდეგ და მაშინ მოხდა ის რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მეცნიერი ვინც მუშაობდა გამოყენებით დარგში მათ შეუქმნეს პირობები არა მარტო ისინი ვინც ატომურ იმაზე ბომბზე ანუ ნავზე მუშაობდნენ და როცა უკვე იცოდნენ ინფორმაცია რომ ამერიკამ ნევადა შტატში ესე იგი ჩაატარა პირველი ცდები ატომური იარაღის და შემდეგ და ოპენჰაიმერის ჯგუფი მუშაობდა იქ აქ კიდევ სხვა მიმართულებით რადგანაც სხვანაირად ისინი ვერ შეძლებდნენ ვერც მსოფლიო ომში მეორეში გამარჯვებას და ვერც იმას შესაბამისად
ეს მიმართულება ჩემი ხელმძღვანელი აკადემიკოსი ლეონიდე სედოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს იყო ნიკოლოზ მუსხელიშვილის და ილია ვეკუას მეგობარი მეუბნებოდა მე რომ აი ამ პერიოდში ომის დროს ჩვენ ვინც ანუ მუშაობდა გამოყენებით მათემატიკაში, მექანიკაში, ჰიდროდინამიკაში, აეროდინამიკაში ესე იგი გვაძლევდნენ ყოველდღე მაშინ პრობლემა იყო პურის 600 გრამ პურს ხოლო ტოპოლოგიის ეს მათემატიკაში ყველაზე წმინდა მათემატიკაში ყველა აბსტრაქტული მიმართულება აძლევდნენ 100 გრამს რადგან იმას გავლენა სამხედრო იმაზე არ ქონდა და ჩვენი 600 გრამიდან უწევადებდით ამ წმინდა მათემატიკოსებს გარკვეულ რაოდენობის და ეს დამახსოვდა შემდგომ ბუნებრივია რომ ესე იგი მათ შორის ამის გამო კიდევ სხვა რაღაცის გამო მოხდა მსოფლიო ომში გამარჯვება და ომის შემდეგაც გარკვეულწილად ინჟინრები გამოყენებით დარგის მიმართულების მეცნიერები საკმაოდ იყვნენ მატერიალურად და ესე იგი კარგ მდგომარეობაში რა თქმა უნდა საუბარი არ არის იდეოლოგიაზე რა თქმა უნდა ისტორიული ფილოსოფიური ნაწილი აქ და ესე იგი ზეგავლენას ახდენდა იდეოლოგია არამედ ესე იგი ფუნდამენტურ და იმის მიმართულებით და აი აქ ეს უკვე საბჭოთა კავშირი დაფიქრდა რომ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები ბუნებრივია ჯობია იყვნენ ცნობილი მეცნიერები თავის დარგში მოცემულ დარგში მაგალითად კეცხოველი თქვა ბიოლოგია თუ სხვა ილია ვეკუა იყო ერთი პერიოდი 53-ში მერე მეგრელთა საქმეთან დაკავშირებით გააქციეს რუსეთში მაგრამ მერე ხო დაბრუნდა ანუ ესე იგი ეს ანუ ჩვეულებრივი მოვლენად ესე იგი ჩაითვალა რომ საბჭოთა კავშირში ძლიერ უნივერსიტეტებში მოსკოვის სახელმწიფო პეტერბურგის შემდგომში უკვე ვეკუას მიერ და სხვა მეცნიერების მიერ დაფუძნებულ ნიშნულობით მესამე უნივერსიტეტში ნოვოსიბირსკი, თბილისის უნივერსიტეტი, კიევი და შემდეგ სათავეში ყოფილიყვნენ ცნობილი მეცნიერები და ასევე უმაღლესი სკოლის ესე იგი სპეციალისტები. ამიტომ ბუნებრივია რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და რეალურად ესე იგი ამან გამოიწვია ის რომ ესე იგი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები როცა იყვნენ ცნობილი მეცნიერები დარგის სპეციალისტები ისინი რა თქმა უნდა ცდილობდნენ პროფესორები ყოფილიყონ შესაბამისი დონის და ეს ხელს უწყობდა ზოგადად უნივერსიტეტის განვითარებას და რა თქმა უნდა სპეციალისტების მაღალი დონის სპეციალისტების გამოშვებას და მაშინ მაგალითად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ მეცნიერებაში შედიოდა ევროპის სხვა ხუთეულში კემბრიჯი, ოქსფორდი, სორბონა და მოსკოვის უნივერსიტეტი შეიძლება კიდევ ერთი-ორი ევროპაში. ნუ ახლა ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ძლიერი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდგომში როცა უკვე აქეთ გადმოვიდეთ, როცა უკვე შემოვიდა ესე იგი საქართველოში უკვე მოხდა აი ეს დამოუკიდებელი საქართველო 1991 წელს, როცა ზვიად გამსახურდია ეროვნულმა ესე იგი პრეზიდენტმა, ასევე თავის მეგობართან, ესე იგი დიდებულ ქართველთან, მერაბ კოსტავასთან ერთად, ესე იგი აი დამოუკიდებლობის აქტი 1991 წლის 31 ესე იგი დეკემბერს 31 მარტს იყო რეფერენდუმი, რის საფუძველზე 9 აპრილს მოხდა ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. შესაბამისად უკვე წავიდა ესე იგი მეტნაკლებად უნივერსიტეტებში სწორი პროცესები. შემდგომში რა თქმა უნდა საქართველოში მოხდა გადატრიალება რუსეთის ესე იგი მესადინობით და ადგილობრივი რენეგატების მეშვეობით და ნუ ეს მოვიდნენ ესე იგი ტრიუმვირატი, მერე ჩამოიყვანეს შევარდნაძე და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ედვარდ შევარდნაძე მოვიდა აქ გადატრიალების შედეგად
ის რადგანაც იყო პოლიტიკოსი, ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ პოლიტიკოსი იყო, ის ცდილობდა ინტელიგენციას და მათ შორის სამეცნიერო ინტელიგენციასთან ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში ისე, რომ მათთვის შესაბამისი ადგილი მიეჩინა და კარგი ადგილი და მით უმეტეს მანამდე, როცა ის იყო პარტიის პირველი დივანი 74 წელს შესაბამისად წლიდან იმ პერიოდში სხვათა შორის ილია ვეკუა იყო უკვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და როგორც მე მეუბნებიან, მეც გავიკითხე, მაგ პერიოდში ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში ილია ვეკუას ხოლო მანამდე ნიკოლოზ მუსხელიშვილს მეტი ვიდრე პირველ დივანს. აი დააკვირდით ახლა, აი რა მდგომარეობა იყო. შემდგომში რა თქმა უნდა ედვარდ შევარდნაძის დროს უკვე ფაქტიურად იმ პერიოდში ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო თუ სხვა უნივერსიტეტები ჩვეულებრივი მოვლენები იყო რომ უნივერსიტეტის მე ვსაუბრობ სახელმწიფო უნივერსიტეტებს რადგანაც კერძო უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი რომელიც ფაქტიურად იქ პროცესებს ისინი რა თქმა უნდა თავის შეხედულებისთვის აგებენ მაგრამ რა თქმა უნდა დაემორჩილონ განათლების კანონს და შემდეგ მაგრამ ჩვენ ახლა ამათ ნაკლებად შევეხებით ჩვენ ვეხებით სახელმწიფო უნივერსიტეტებს შესაბამისად უკვე აქ მეტნაკლებად იყო გამჯდარი რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები უნდა ყოფილიყვნენ მეცნიერები ყოველ შემთხვევაში გარკვეული დონის ანუ საერთაშორისო რაღაც საშუალო დონის მაინც საერთაშორისო და არა თქვა წყალწალა მეცნიერები როცა საქართველოს ესე იგი 2005 წელს შეუერთდა ბოლონის პროცესმა განსაზღვრა ბევრი რაღაცა ძალიან კარგი გამოცდები იყო გატანილი უნივერსიტეტის გარეთ შეიქმნა ეროვნული საგამოცდო ცენტრი იყო შემოღებული ძალიან პროგრესული რომ ყველა აბიტურიენტი აბარებდა უნარებს სადაც ელემენტები იყო მათემატიკის, ელემენტი იყო ლოგიკის და შემდეგ ის მიდიოდა ჰუმანიტარულზე თუ მithumetes საბუნებისმეტყველო და ამას აბარებდა და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ შემდგომში როცა ის ამოიღეს უნარები, შეიძლება ადამიანი ჩაირიცხოს ჰუმანიტარულ მიმართულებით, რომელიც შეკრება არის. შეკრება და პროცენტსაც ვერ გამოთვლის. მაგალითად 100 კილოგრამიდან რამდენია 1% კილოგრამებში. ესე იგი შესაბამისად აი ეს იყო ამოღებული. და ბოლონის პროცესმა რა თქმა უნდა განსაზღვრა რომ უნივერსიტეტში თავარი უმაღლესი ორგანო არის აკადემიური საბჭო და შესაბამისად წესდება უნივერსიტეტს სადაც ყველაფერი იყო გაწერილი. მაგრამ შემდგომში როცა მოვიდა ედვარდ შევარდნაძის შემდეგ 2003 წელს ვარდების რევოლუციით ბატონი მიხეილ სააკაშვილი ასევე სხვა პიროვნებები მან რა თქმა უნდა ბუნებრივია რადგანაც ეს ახალი მიდგომა იყო მან ესე იგი განსაზღვრა ისე რომ კარგი იქნება რომ სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ბოლომდე სახელმწიფო გააკონტროლებს ბოლომდე. ეხლა ზოგადად ამაში ხო გითხრა საუბრობ რომ თუნდაც კომუნისტების დროს ბუნებრივია სახელმწიფო აკონტროლობდა ცუდად ბოლშევიკების დროს და ცოტა შემდგომში საბჭოთა კავშირის დროს 70-იან წლებში ყოველ შემთხვევაში რექტორება ყავდათ სერიოზული მეცნიერები და გარკვეულწილად რომელიც რა თქმა უნდა იდეოლოგიურად არ წინააღმდეგებოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოხსნიდან და ამ ციხეში გაუშვებდნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო ხაზით ისინი აძლევდნენ ამას საშუალებას. ხოლო აქ უკვე ბატონ მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულწილად ესე იგი განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩააბარა ბატონ ალექსანდრე ლომაიას, რომელიც გამოდგა პირველი ფუძემდებელი საქართველოში მეცნიერების და უმაღლესი სკოლის განსაკუთრებით დანგრევის. შესაბამისად, იქ იყო ესეთი მეთოდი, რომ უნივერსიტეტის დაუშვათ რექტორი ყველგან უნდა
გასულიყო სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნება, რომელიც იქნებოდა აფილირებული იმ პერიოდში, ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობასთან, შემდგომ პერიოდშიც ვისაუბრეთ და დაიწყო ისეთი პროცესი, რომ აკადემიური საბჭოს წევრები, რომელიც წესდების თანახმად ფაქტიურად განსაზღვრავენ უნივერსიტეტის პოლიტიკას, რექტორის არჩევნებს, მათ შორის კანცლერის არჩევნებს, კიდევ სენატი წარმოადგენს პალატას, წარმოადგენს საბჭო კიდევ ერთვება, მაგრამ მთავარი აკადემიური საბჭო, აქ უნდა ყოფილიყო მართვადი ხალხი. შესაბამისად, უკვე პირველ პერიოდში ბატონი მიხეილ სააკაშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვთქვათ ისეთი რექტორი ქალბატონი დაინიშნა, რომელიც დაუშვათ შორს იყო მეცნიერებასთან და მთავარი იყო იქ მონაწილეობდა კიდევ რამოდენიმე ცნობილი მეცნიერი მიხეილ ქურდიანი, ასევე ფიზიკოსები, მაგრამ ეს ქალბატონი იყო ვარად ლორთქიფანიძე და მისი გაყვანა რექტორად უნდა მიხეილ სააკაშვილს და იმ ნაციონალურ მოძრაობაზე რა თქმა უნდა გაიყვანეს კიდევაც სახელმწიფო დახმარებით. შემდგომში წავიდა ეს პროცესი უნივერსიტეტის მქონე 21 ფაკულტეტი დაიყვანეს 6 მქონე ფაკულტეტამდე და წავიდა ესეთი პროცესები, რომელიც ჩემის აზრით შესაძლებელია ძალიან კარგი არ ყოფილიყო. შესაბამისად, ამის დასტურს ყველაფერს შემდგომში უკვე როცა სხვა რექტორები მოვიდნენ, აკეთებდა აკადემიური საბჭო, სადაც მეორე შედარებით მართვადი პროფესორები იყვნენ დანიშნული, ზოგი უწოდებს ამას არჩევნებს, მაგრამ ფაქტურად დანიშნული და ესენი უკვე განსაზღვრავდნენ იმას, რომ ესე იგი კურსი რა სიტყვის თქვა პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი და არა ის, რაც უნივერსიტეტში ჭირდება, რაც სასწავლო პროცესში ჭირდება. მე მახსოვს მაშინ ესე იგი 2009 წელს ამ შემთხვევაში სტოკჰოლმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო ბატონი ჯონი აფაკიძე და დაინიშნა რექტორის არჩევნები, სადაც მეც მონაწილეობდი როგორც პროფესორი ერთ-ერთი ფაკულტეტის. მაგრამ ბუნებრივია იქ ესე იგი განათლების მინისტრი დღეს ის პოლიტიკოსი ერთ-ერთი პარტიის ლიდერია და ასევე თქვათ შინაგან საქმეების მინისტრი, ისინი ბუნებრივია არ დაუშვებდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებებს, ჩაერთო ყველანაირი მექანიზმი და შესაბამისად ყველა აკადემიური საბჭოს წევრი იყო აყვანილი, როგორც იტყვიან, ესე იგი აღრიცხვაზე, რომ წინასწარ უნდა გვითხრათ, ვის მისცემთ ხმას და რა თქმა უნდა, მათ ხმა მისცეს თავისუფალ ბრჭყალებში არჩევნებში სასურველ კანდიდატურას, ამ შემთხვევაში ჯონი აფაკიძე. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო მოხდა 2013 წელს, როცა უკვე მოსული იყო ესე იგი ქართული ოცნება და ბატონი ჯონი აფაკიძე იყო ესე იგი რა თქმა უნდა თავგამოდებული ნაციონალური მოძრაობის წევრი და ბატონი მიხეილ სააკაშვილის სურათი ეკიდა ოთახში მგონი 3 თუ 4 ადგილას და შემდეგ 13 წელს ასევე რიგითი არჩევნები უნდა ყოფილიყო და არჩევნებამდე თქვათ ეს ცხადდება მან ესე იგი აკადემიურ საბჭოს წევრად განს მოქმედი რექტორი იყო და ყველა დეკანი მისი დანიშნული იყო ესე იგი და წესდების თანახმად აკადემიურ საბჭოს წევრებს ირჩევენ სტუდენტთა ნაწილი 25% დანარჩენი პროფესორები შემადგენლობა ბუნებრივია სტუდენტების თქვათ ეს შეიძლებოდა და მან ისეთი ხალხი ფაქტურად აირჩია და დანიშნა რომელსაც ჰქონდა შემდეგი გადება უყურეთ ახლა როცა არჩევნების გამოცხადებისთანავე მე მივედი ერთ-ერთ პროფესორთან, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრი იყო, ისტორიკოსი და შევეკითხე, ბატონო, იქსი, თქვენ აი ამ არჩევნებში, მეც ვაპირებ მეთქი შეტანას და აი როგორ უყურებთ ამაზე. მან უცბად მიპასუხა, მე ხმას მივცემ არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი. ბატონო ჯონი აფაკიძეს. კარგი მეთქი, ახლა მე გასაგები ავტორიტეტი არა ვარ თქვენთვის, მაგრამ აი თუ თქვათ შეიტანდა მეთქი ილია ვეკუა არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. იმან არც იფიქრა ისე მიპასუხა, რა თქმა უნდა ჯონი აფაკიძეს. კარგი, მე ვიფიქრე
კაც ილია ბეკოა მათემატიკოსია, ეს ისტორიკოსია და მათემატიკოსი ილია ბეკოა, რომელიც ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერია, კაი იმას პატივს არცე. მაშინ მე დავუსვი შეკითხვა. რასიზამ თუ საბუთს შეიტანდა თქვათ ივანი ჯავახიშვილი. ის დაფიქრდა, იმიტომ რომ თვითონ ისტორიკოსია და ახლა ისტორიკოსებს ყველას ესე იგი ივანი ჯავახიშვილი არა მარტო ისტორიკოსი, ყველასთვის სამაგალითო პიროვნება იყო ეროვნული კაცი. იფიქრა საკმაოდ დიდი ხანი და მითხრა, არაო, მაინც აფაქიძეს მივცემდო ხმასო, მივცემდიო ხმასო. რადგანაც მას დავპირდია. აი დაახლოებით ასეთი სოფხედველობის ხალხი იყო არა მარტო სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, არამედ თბილისის უნივერსიტეტი და სხვა უნივერსიტეტების რომ ისე არ იყოს. მინდა გითხრათ, რომ უკვე 2004 წლიდან, როცა უკვე შემოვიდა ის მიდგომა, რა მიდგომას ფაქტურად ბატონ მიხეილ სააკაშვილის მითითებით ასრულებდა ბატონი ალექსანდრე ლომაია, დაიწყო ნელ-ნელა ნაღდი მეცნიერების, ესეთი უნივერსიტეტებში არის 10-დან 15%. გაგულვა. რას ნიშნავს ნაღდი მეცნიერი? ნაღდი მეცნიერი, რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება იყოს ილია ბეკოა, მუსხელიშვილი, უზნაძე, ან ბერიტაშვილი, ან ჯავახიშვილი. მაგრამ ნაღდი მეცნიერი ნიშნავს, რომ ის ატარებს სერიოზულ კვლევებს, აქვეყნებს წელიწადში 2-3 სტატიას, სადაც 1-2 მაინც საერთაშორისო დონის ჟურნალებში, რომელიც ესე იგი ფიქსირდება ფიქსირდება სკოპუსში, ან თუნდაც Google შოლარში და კიდევ უკეთესი ვებსაიტში. ასევე მონაწილეობს საერთაშორისო და არაშიდა მოხმარების, როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა იმაში კონფერენციებში, ყავს ასპირანტები, მაშინ დოქტორანტები და არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. აი ეს არის მეცნიერი ნაღდი. ესეთი მე ვფიქრობ საქართველოში არსებული პროფესორიდან, მე არ ვეხები ვიმეორებ კერძოს, არის 10-15%. აი ზუსტად ისინი წარმოადგენდნენ მაშინაც პრობლემას ბატონ მიხეილ სააკაშვილის დრო და დღეს მით უმეტეს. შესაბამისად, ამათი ნელ-ნელა მოგუდვის, დახჩობის, ან უცხოეთში გაშვების პროცესი დაიწყო. როგორ დაიწყო? ესე პიროვნებები ბუნებრივია, არც ერთი, არც აკადემიური საბჭოს, არც სენატის წევრი, იმიტომ რომ ის განსხვავებულ აზრის არ არის საჭირო. მათ ჯერტი უნივერსიტეტებში პროფესორების ხელფასი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაქტიურად არის დამამცირებელი, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მოქმედი მეცნიერს ყოველთვის აქვს მოწვევები უცხოეთიდან. უცხოეთი ახლა რომ გიწვევს, შეიძლება რაღაცა თანხა გადაგიხადოს, რაღაცა ნაწილი, მაგრამ ახლა მთელი თანხა იქ რეგისტრაციო თანხა, მივლინების თანხა, თვითმფრინავის თანხა, იმის თანხა, და ბუნებრივი ვერ გადაგიხადა. ეს შეიძლება გადაუხადონ იმ პიროვნებას, რომელიც არის პლენარული მოხსენებები ამ კონფერენციებზე. ესეთი მაგალითად მათემატიკაში ყოველდღე ილია ბეკოა იყო ერთხელ მათემატიკასთა კონგრესში. შესაბამისად, სხვა დარგი მით უმეტეს არა. შესაბამისად, უკვე ამით მეცნიერს გუდავენ. მე მახსოვს 23 წელს მე და ჩემი დოქტორანტი დღეს მათემატიკის და ეკონომიკის დოქტორი, აი გადაცემა ჰქონდა, დიდებული მეცნიერი საქართველოში, ჩემი აზრით, ალბათ ყველაზე სინერგეტიკული მეცნიერი, მათემატიკა, ეკონომიკა, დემოგრაფია, ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ისტორიაში რომ კარგად ერკვევა, მაგრამ არის ხარისხით მათემატიკოსი და ეკონომისტი. ვიყავით კონფერენციაზე კრეტაზე, ახლა კრეტა ირაკლიონში იყო საერთაშორისო კონგრესი მათემატიკურ მათემატიკურ მოდელირებაში, რიცხვით ანალიზში იყო 400 მოხსენება საქართველოსთან მარტო ჩვენ ვიყავით და ბუნებრივია, ვინც არის ნაღდი მეცნიერი და ერკვევა როგორ ტარდება, სად ტარდება კონფერენციები, იმანა ისაც იცის, რომ კონფერენცია თქვა როგორ წესი ტარდება
შედარებით კარგ სასტუმროში, ვთქვათ, პირველ სართულზე კონფერენცია, მეორე სართულზე ან სულ დაბლა და შესაბამისად იქვე ცხოვრობს მეცნიერი, რომ სამუშაო დღე იწყება 9 საათიდან და შემდეგ ასე შემდეგ ხდება ეს ამბავი და ეს მოხერხებული ეს ევროპაში ყველგან ასე ამერიკაში ხდება. და როცა ჩვენ აუხსენით რომ აი ჩვენ გარკვეული ვთქვათ აი ამ სამეურნეო თანხის პატარა როგორც იყვიან ესე იგი ნაწილი დაგვაფინანსა სოხუმის უნივერსიტეტი, გამოვიდა რომ სასტუმრო თანხები რა თქმა უნდა შედარებით მეტი იყო ვიდრე ისა და ერთ-ერთმა დეკანმა სოხუმის უნივერსიტეტი და სხვადასხვა კანცლერმა თქვეს რომ რატომ ცხოვრობდით იქ სადაც კონფერენცია გეცხოვრათო ვთქვათ 10 კილომეტრის მოშორებით ესე იგი სადღაც ისეთი ჭეკლასის სასტუმროში და გევლოთ ესე იგი ტრამვაით თუ ტროლეიბუსით და თუ გამოვიდოდით დაუშვათ დილის 9 საათზე მოახსნებდით 12 საათზე როცა ესე იგი უკვე კონფერენციის ნაწილი დამთავრებული იყო. ასეთი მსოფლმხედო რატომ? იმიტომ რომ მათ წარმოდგენა არა რას ნიშნავს მეცნიერი, რადგანაც შიდა მოხმარების კონფერენციებში ესწრებიან თქვათ სადღაც ისეთ სოფლებში და იქ თქვათ ერთმანეთს უყვებიან რაღაცას და ამას მერე საზოგადოებაში გამოაქვთ როგორც სერიოზული ესე იგი მიღწევები. ახლა კიდევ მე მინდა შევეხო საერთოდ ზოგად მიდგომაში ესე იგი რატომ მოხდა რომ უკვე მიხეილ სააკაშვილის დროს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ბატონ ბიძინამ მეცნიერების მიმართ ისეთი ირონიული დამოკიდებულება. თქვენ მოგეხსენებათ რომ რა თქმა უნდა ახლა მათ განსხვავებული აზრი არ ჭირდებათ მეცნიერი რაც არ უნდა იყოს საშუალო დონის ის მაინც მეტნაკლებად თავისუფალია, ხოლო მაღალი დონის მეცნიერი სუპერ თავისუფალია არ ჭირდებოდათ ეს ადამიანი და მაგალითად ბატონ ბიძინას ფონდმა როცა ეხმარებოდა ვთქვათ ასე ხელოვნებს, მსახიობებს, რეჟისორებს და ასევე დარგის წარმოადგენლებს იქ სხვადასხვა არც ერთი მეცნიერი არ იყო. მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს ბატონი ბიძინა აძლევდა 1500 ლარს, როგორც მე ვიცი, და წევრ-კორესპონდენტ 1200, ხოლო აი ამ დარგის ხელოვნების 3000, 4000, 5000. უკვე აქ იყო დიფერენციაცია, ანუ აქ უფრო მეც აფასებდა ამას, რადგანაც თვლიდა რომ ეს მეცნიერება არაფერია, ხოლო ის თუნდაც კარგი მსახიობი, მით უმეტეს ყირალა მსახიობი, რომელიც ცნობილია და იტყვის რომ მე მხარს უჭერ ბატონ ბიძინას ან ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ის უფრო მისთვის მისაღებია, ვიდრე ის მეცნიერი, თუნდაც დაუშვათ ვეკუა თუ ბერიტაშვილი თუ უზნაძე, რომელსაც გააქვს ქართული გენი მსოფლიოში. ახლა ყველაფერი ეს არის აი ყველაზე მნიშვნელოვანი რომ სწორად აიგოს სასწავლო პროცესი და მეცნიერება უნივერსიტეტში ამ შემთხვევაში და ცალკე მეცნიერება დაუშვათ ახლა იცით რომ ყველა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი უკვე გადავიდა სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და უნივერსიტეტებთან არის ადრე იყო აკადემიაში ეს და შესაბამისად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იყო ამ ინსტიტუტების ფაქტურად ესე იგი მედიატორი და ხელმძღვანელი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ სწორად წავიდეს პროცესი და ის პროცესი სამეცნიერო და აკადემიური დონის და შემდგომში ჩვენ მივიღოთ ის სურათი არა როცა სამწუხაროდ საქართველოს უნივერსიტეტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთა დაუშვათ საერთაშორისო World University რანკინგში, ანუ რანგირებაში საკმაოდ ძლავრი რადარი ცუდად იჭერს, თესეუ და ილია ცოტა ის არიან შედარებით უკეთეს ადგილას, ვთქვათ 1500-1500-მდე ტექნიკური იქით, ხოლო სხვა უნივერსიტეტების სახელმწიფო კიდევ 16 საერთოდ უძლიერესი რადარი ვერ იჭერს, უძლიერესი. რატომ ხდება ეს? ხდება მთავარი რომ რაც შემოვიდა ეს დაუშვათ უნივერსიტეტების პროფესორები
ეგრეთ წოდებული არჩევის საკითხი ის ჩემის აზრით არ ტარდება სწორად. მე მახსოვს რომ 1216 წელს მე გარკვეული გამოცდილების, რადგანაც ბევრ უნივერსიტეტში მუშაობდი, საერთაშორისო დონის მეცნიერი ვარ, დავდივარ კონფერენციებზე, ყველაფერი ამის ანალიზი რომ გავაკეთე, შექმნილი პროექტი აკადემიური პერსონალის არჩევის კონკურსის კრიტერიუმი. მოკლედ ვიტყვი რა პრინციპებს კრიტერიუმი უნდა ესე იგი ემორჩილებოდეს, რომ ავირჩიოთ ობიექტურად პოზიციაზე სრულ პროფესორი, ახლა პროფესორი ქვია, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, გნებავთ ასისტენტი, ესე იგი შესაბამისი მეცნიერი. ეს უნდა ექვემდებარებოდეს შემდეგ პრინციპებს, ჩემის აზრით. რადგანაც ვირჩევთ უნივერსიტეტის, მოცემული უნივერსიტეტი, თესეუს, ილიას, სოხუმი, შემდეგ აუცილებელია კონკურსანტის ყველა მონაცემი აქტიურობა იყოს განსაზღვრული შემდეგი მიმართულებით. პირველი, სამეცნიერო მიმართულებით, სასწავლო პედაგოგიური მიმართულებით, განი, სამეცნიერო საზოგადოებრივი მენეჯმენტის მიმართულებით, სასწავლო საზოგადოებრივი მიმართულებით. უნივერსიტეტის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების მოზიდვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ასე შემდეგ. უნდა იყოს აღმოსხული შესაბამისი წონებით ქულების მიხედვით. მაგალითად, და მოცემული მონაცემები აღებული უნდა იქნას. დავუშვათ, მე თავაზობდი ბოლო 10 წლის განმავლობაში, თქვა სოხუმის უნივერსიტეტი, სხვა უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეს გადაწყვიტა ბოლო 6 წლის განმავლობაში. კი ბატონო, ეს შესაძლებელი. პირველი, უნდა იყოს ყველანაირად ყველას აქტივობას სამეცნიერო პედაგოგიური უნივერსიტეტის პოპულარიზაციის მიმართულებით უნდა ქონდეს თავის წონა. პირველი, ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობა, მარტო დამადასტურებული პროგრამა თეზისების გამოქვეყნების გარეშე. ესე იგი, თუ მოხსენებელი აკეთებს შესაბამისი ქულები, თუ თანაავტორია და მოხსენებას არ აკეთებს შესაბამისი ქულები. ქულების ხადია გაწერილი მაქვს, ახლა ამის დრო არ არის. მეორე, ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობა თეზისის გამოქვეყნებით შესაბამისი ქულები. რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობა თეზისების გამოქვეყნებით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობა სექციური მოხსენებით შესაბამისი ქულები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობა პლენარული, ბევრად უფრო რთულია, მოხსენებით თეზისების გამოქვეყნებით შესაბამისი ქულები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობა სექციური მოხსენებით თეზისების გამოქვეყნებით და დაუსწრებელი ფორმით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა, დამადასტურებელი დოკუმენტი, პროგრამა, ეს მნიშვნელოვანია პოპულარიზაციის უნივერსიტეტს, რადგანაც პიროვნება საერთაშორისო მიბმულია მისი აფილირების უნივერსიტეტი, დაუშვათ სოხუმის უნივერსიტეტი, თბილისის ილიას უნივერსიტეტი, შემდეგ. რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა, დამადასტურებელი დოკუმენტი, პროგრამა, შესაბამისი ქულები. ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა, დამადასტურებელი დოკუმენტები, პროგრამა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციის თავმჯდომარეობა ან დამადასტურებული დოკუმენტები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო საპროგრამო კომიტეტის წევრობა, დამადასტურებელი დოკუმენტები. ადგილობრივი სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის ბეჭდვითი ან ელექტრონული მთავარი რედაქტორობა ან რედკოლეგიის წევრობა, შესაბამისი ქულები. რესპუბლიკური სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის ბეჭდვითი ან ელექტრონული მთავარი რედაქტორობა ან რედკოლეგიის წევრობა, შესაბამისი ქულები. საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის ბეჭდვითი ან ელექტრონული მთავარი რედაქტორობა ან რედკოლეგიის წევრობა, შესაბამისი ქულები. რა თქმა უნდა, რაც უფრო იზრდება ადგილობრივიდან რესპუბლიკური საერთაშორისო ქულების რაოდენობა იზრდება. ლოგიკურია ახლა, რადგანაც ესე იგი ეს არის შემდეგ თავარი სტატია impact factor-იან სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში. აქ ძალიან მაღალი კოეფიციენტები, თქვა 100 გაყოფილი კაზე არის ავტორთა რაოდენობა. სტატია რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში მინიმუმ Google-ში შოლარში რომ იყოს impact factor-ი, Web of Science და Scopus-ში.
სტატია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომებში მასალებზე შესაბამისი ქულები. სტატია რესპუბლიკური სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში ბეჭდვითი ან ელექტრონული ქულები, მაგრამ ნაკლები ვიდრე საერთაშორისო. სტატია რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის შრომებში შესაბამისი ქულები, ნაკლები, მაგრამ ქულები. სტატია ადგილობრივ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში ქულები, ნაკლები, მაგრამ არის. სტატია ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციის შრომებში მონოგრაფია ბეჭდვითი ან ელექტრონული რეცენზირება და ის არა რომ დღეს დაწერს კაცი გამოაკეთებს მიაწერს არის ისე დაუშვათ ერთმა პიროვნებამ დაწერა ბროშურა 100 გვერდიანი გადააწარმოა 3 ენაზე ინგლისურ და რუსულზე და რეცენზენტებმა დაწერა 15 კაცი აქედან 14 თუ 13 იყო უცხოელი რომელიც არც იცის რომ გვარი წერია მისი და ეს ჩასვა ეს 300 გვერდიანი ანუ 3 ენაზე 100 გვერდი ტყვია გაუნტარი იმაზე ყდაში და გამოვიდა დიდი მონოგრაფია კაცის მოკლა შეიძლება თუ თავში ჩაარტყა და შესაბამისად ამ დარგის სპეციალისტად გამოაცხადა თავი ციტირება 0 და მით უმეტეს როგორც მეცნიერი სამწუხაროდ 0 სახელმძღვანელო ქართულ ენაზე ამას უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა მოცემულ უნივერსიტეტში პროფესორის არჩევის დროს. მოცემულ უნივერსიტეტში პროფესორი არა მარტო უნდა იყოს კარგი მეცნიერი, თუ ძალიან კარგი კიდევ უკეთეს, მაგრამ ის უნდა იყოს კარგი პედაგოგი, კარგი მეთოდისტი. ანუ მას უნდა ქონდეს სახელმძღვანელო მოცემულ საგანში, ნუ რამოდენიმე საგანში. შესაბამისი ქულები ამოცანათა კრებული მეთოდური მითითებები შესაბამისი ქულები ლექციათა კურსი ქართულ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი შესაბამისი ქულები საბაკალავრო თემის ხელმძღვანელობა შესაბამისი ქულები სამაგისტრო თემის ხელმძღვანელობა შესაბამისი ქულები სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა ეს ერთეულები უნდა იყვნენ ჩვენთან ხანდახან გაიგებ რომ გამოდის მეცნიერი ვთქვათ ასე და ლაპარაკობს ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია 50 სადოქტორო დისერტაცია. ანუ მეტი ვიდრე ვთქვათ ვლადიმერ ჭერიძე, სოხუმელი მეცნიერი, მათემატიკოსი, იყო ფუძემდებელი მათემატიკის საფუძვლისა, მათემატიკური ანალიზის საქართველოში. მას ითვლება რომ ყველაზე ესე იგი იყო შრომი, ესე იგი აი როგორც პედაგოგი კიდე მათ შორის მაგალითად სულ 36 ესე იგი ყავდა მოწამე. და ახლა ზოგიერთი ლაპარაკობა მეყვას არ ყავდა ამდენი 50 და არც არის საჭირო. კარგი მეცნიერი შეიძლება ყავდეს 5, 10, 15 მაქსიმუმ. მეტი არც არის საჭირო. დისერტაციის ოფიციალური რეცენზენტი, დისერტაციის ოფიციალური ექსპერტი, წიგნის რედაქტორი, რეცენზენტი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელობა ან თანახელმძღვანელობა, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობა ან თანახელმძღვანელობა, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობა ან თანახელმძღვანელობა, სამეცნიერო საგრანტო პროექტში გამარჯვებული. ნუ ეს სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა პროექტი იმარჯვებს, ესეც ძალიან ცუდია. ტრენინგი, სერტიფიკატი სპეციალობასთან მიმართებაში, პატენტები და საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული ღია ლექცია წინასწარი მითითებულ თემაზე. რეგულარული საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სამეცნიერო სემინარის ხელმძღვანელობა, მოხსენება რეგულარული საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სამეცნიერო სემინარზე, ოლიმპიადის საუნივერსიტეტო გუნდის მომზადება, შესაბამისი ქულები, საუნივერსიტეტო საფაკულტეტო ოლიმპიადის ჩატარება, სამეცნიერო პოპულარული ლექციის მოხსენება, გაკეთება, ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოების წევრობა, თქვათ მათემატიკოსთა კავშირი, ფსიქოლოგთა კავშირი, აი შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრობა. და აი ეს და ყველა დანარჩენი საკითხები ყველაფერი უნდა იყოს აღმოსხული და შესაბამისად როცა შემოდის თქვათ ერთ პოზიციაზე პროფესორის ანგნება და ასოცირებული და შემდეგ რამოდენიმე განცხადება ის კომისია ამას კაცრად ამ ქულებისა ამას დათვლის და პირდაპირ ჩანს ვის აქვს მეტი ქულა და იმან უნდა გაიმარჯვოს. მე სხვადასხვა ეს პროექტი წარუდგინე მაშინდელ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძე 17 წელს და მან ეს პროექტი მე საკმაოდ შორს ეთქობა საქართველოში ესე იგი
ჩაიტოვა და ის არც გამომზეურებულა, რადგანაც ბუნებრივია ამ ესე იგი დოკუმენტით მას რომ ეხემძღვანელა ის თვითონ ვერ გავიდოდა როგორც პროფესორი და თავის ხალხს იმ ხალხს რომელიც დაყვანა უნდა დანიშნა აკადემიურ საბჭოს წევრებად ვერ გაიყვანდა ამიტომ ბუნებრივია ის უკუგდებული იყო და მე ვფიქრობ ეს არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის არამედ მათ შორის სამწუხაროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას უნივერსიტეტშიც ალბათ მაგრამ მე მინდა შევეხო ილიას უნივერსიტეტს მე მახსოვს იქ მუშაობდი 2006 წლიდან 12 წლამდე ეს ის პერიოდი იყო როცა ილიას უნივერსიტეტი დაამდა პირველ ნაბიჯებს მე იქ ვკითხულობდი მათემატიკის საგრეს პირველ კურსზე სადაც ერთად იჯდნენ მომავალი მათემატიკოსები მომავალი იურისტები და მათ ეკითხებოდათ მათემატიკის საკმაოდ რთული ესე იგი კურსი და მე ვთხოვდნენ იურისტები არ გვინდაოს მათემატიკა ჩემს ადრით არ იყო ეს სწორი ნუ კი რაღაცა დონეზე იურისტმაც უნდა იცოდეს ხადია მათემატიკური ლოგიკა მაგრამ ახლა ინტეგრალები იურისტს არ ჭირდება მაგრამ ეს უნივერსიტეტი მე ვითარდებოდა და პირველ ეტაპზე ჩემს ადრით იქ იყო გარკვეული პოლიტიკური ნიშნით პროფესორები ვისაც ჰქონდა ორიენტაცია ჩემს ადრით ჩემთვისაც მისაღები პროევრული ორიენტაცია მაგრამ შეიძლება ნაწილის დონე არ იყო ისეთი რომ ყოფილიყო მაგრამ თანდათანობით ჩემს აზრით ეს დაიხვეწა და იმ უნივერსიტეტში უკვე პროფესორებად იყო არჩეული ის ადამიანები რომელსაც ჰქონდა კარგი მეცნიერული დონე ჰქონდა კარგი ალბათ პედაგოგიური დონეც და შესაბამისად ამ ეს პროფესორების დიდი რაოდენობა შეიძლება 90% იყო ასეთი ბუნებრივია ისინი ირჩევდნენ თავის რიგებიდან ამ ორიენტაციის თქვა პიროვნებას აკადემიურ საბჭოს წევრად ბუნებრივია ისინი ირჩევდნენ ყოველთვის ისეთ რექტორს რომელიც იყო უმრავლესობის სოფხებლობის და ეს ძალიან კარგია მაგრამ აი ესეთი სისტემა იყო ამიტომ არის რომ ამ უნივერსიტეტს ახლა მაქსიმალურად გუდავენ მაქსიმალურად უნდა ვერაფერი სხვა ვერ გაუკეთეთ განსხვავებით დანარჩენი 18 უნივერსიტეტისა სადაც მოხდა სრული მოგუძვა სრული თავისუფლების ფაქტიურად თითქმის ნულამდე დაყვანა. ახლა საზოგადოებაში ნუ ესე იგი ჩანს რომ იმ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ყველაზე მეტად დაიჭაგრა ილიას უნივერსიტეტში ვახსენებ ის გამო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც ჩემის აზრით პოლიტიკურად შეხავენ გარკვეული ესე იგი სხვა ქვეყნის თხოვნით. ნუ ბჭყალეში თხოვნით მოთხოვნით. ახლა ბუნებრივია რომ იმას რასაც დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უბედავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ეს იქნებოდა შეუძლებელი იმ დროს როცა აფხაზეთის მოსახლეობას დევნილებს თბილისში გადმოსვლის შემდეგ ყავდა პოლიტიკური ლიდერი आज გასვენებული თამაზ ნადარეიშვილი და საზოგადოებრივი ლიდერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1993-დან 2005 წლამდე პროფესორი ოთარ ჟორდანია ეს ორი ლიდერი და სოფხებელობა და შემდეგ მათი მოქმედება იყო ძალიან ძლიერი სახელმწიფოებრივად ძლიერი და გამართლებული და ის ხალხი რომელიც ესე იგი მაინდამაინც არ იყო მოწადინებული რომ თბილისში ყოფილიყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მით უმეტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურები ედუარდ შევარდნაძე ცდილობდნენ როგორმე ეს გადაიყვანათ უნივერსიტეტის ზუგდიდში და ასე შემდეგ მაგრამ ეს ვერ შეძლეს რადგან ეს ინსტიტუცია ორი იყო მაგარი და ერთობლივად მუშაობდა სამწუხაროდ ბატონ თამაზ ნადარეიშვილი გარდაიცვალა შემდგომში უმაღლეს საბჭოს წევრად ნიშნავდნენ პიროვნებას რომ აფილირებული იყვნენ მოცემულ პარტიასთან რომელიც ხელისუფლებასთან იყო ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებული 2005 წლიდან
ფაქტურად ნიშნავდნენ გარე და პარაშუტისტებს, რომელსაც ან შეხება არ ჰქონდათ აფხაზეთში, ან არ გაუვლია ეს 12 წლიანი შრომის, ვებერთელა შრომის თავდადების გზა, რომელიც გაიარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექტივად დღემდე. დღეს ახლა როცა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად და სამართლიანად ლაპარაკობს, რატომ არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ხმას არ იღებენ? საკითხი სწორად არის დასული. მაგრამ მე პასუხო, იმიტომ რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საქართველოს განათლების სამინისტრო დაწყებული მიხეილ სააკაშვილის და 8 წლიანი, მმართველობის 9 წლიანი და 14 წლიანი ბიზნა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მოახდინა აფხაზეთის საზოგადოების ცივილიზაცია. პოლიტიკურად დაშალა, მოიყვანა ის ხალხი უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელებად, რომელიც ხმას აიღებს და იცავს სკავს და ხელფას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მოიყვანა ხალხი, რომელმაც არის ის ენგურს რომ გადახვალ, იწყება გალის რაიონის სამურზაყანო ილია ვეკუას მშობლიური კუთხა თუ გუდაუთა. არის ის. და მოსული არიან უნივერსიტეტის რექტორებად იმისათვის, რომ ყველაფერი შეასრულოს, რაც შეუკვეთავ ცენტრალური ხელისუფლება, რომ შემდგომში მიიღონ ტრამპლინის სახით საჩუქარი, კარგ ხელფასიან, მოზრდილი ხელფასით სხვა უკვე ცენტრალური ხელისუფლების ან არადევნილი უნივერსიტეტის რექტორის სახით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა 10-15 პროფესორი და სტუდენტების ნაწილი ხმას იღებს, ეს დიდი გმირობაა. მაგრამ აკადემიური საბჭო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ერთი ადამიანი ძალიან ღირსეულია და იმან დატოვა საბჭო, პროფესორი ჩვენ სტუდიაში იყო აქ, პროფესორი ნინო ვახანია, დანარჩენი ეს ხალბატონ ნინო, დანარჩენი არჩეულია წინა რექტორის პერიოდში. ზურაბ ხონელიძე იყო რექტორი 17-დან 25 წლამდე და მას რა თქმა უნდა კაცი, რომელიც უსხესხეული იყო სოხუმის უნივერსიტეტში, მოეწონა 8 წლიანი პერიოდი, რადგანაც ფაქტურად ადამიანი ლექციას არ იკითხულობდა ფაქტურად და იყო რექტორი, დადიოდა სოფლიოში და ასე შემდეგ. შესაბამისად, მან დაუშვათ აკადემიური საბჭოს წევრები იმ ერთის გამოკლებით დანიშნა თავის ხალხი, ძალით გაიყვანა, თუმცა სხვებიც იყვნენ და შესაბამისად მას უნდოდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც წესდებით ვერ იქნებოდა 2 ვადაზე მეტი წლით, ანუ 8 წელზე მეტი რექტორად, სახელის შეცვლა უნდოდა ხელისუფლებასთან, ესე იგი ამაში უთანხმებდა სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აფხაზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მაგრამ ვერ შეძლო დაჯერება ხელისუფლების, მაგრამ ეს აკადემიური საბჭო დაუტოვა ისეთი, რომელიც თუ მოვიდოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, მაგალითად მოზამბიკელი პროფესორი, მას აირჩევდა, ძალებში აირჩევდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ რეფორმა არასწორად მიმდინარეობს, ეს რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლების ბრალია. ზოგადად საქართველოში მეცნიერების და განათლების რეფორმა აუცილებელია ჩატარდეს, მაგრამ უნდა ჩატარდეს სპეციალისტების მიერ. მათ შორის ჩვენ გვაქვს აქ მეცნიერთა ჯგუფს, მეცნიერთა კონგრესში ჩვენი ხედვა საქართველოს განათლების და მეცნიერების ესე იგი რეფორმირების შესახებ. ეს ჩვენი მიდგომა, სხვა ექსპერტების მიდგომა უნდა შეჯერდეს, გავიტანოთ ღია დისკუსიაში, მოსახლეობა, სპეციალისტები ფართო წრეებში, უნდა იყოს ყველაფერი ტრანსპარენტული. შემდგომში გარკვეული პერიოდის შემდგომ შეჯერებული ვარიანტი ბატონო გავიტანოთ და არა ეს გაკეთებულა ევროპაში, მაგალითად ფინეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში. აი ახლა 2 წელი მუშაობდა ჯგუფები და მართლაც მოხდა რეფორმირება და დადებითი იყო. მოხდა სერბეთში, ახლა ადმინისტრაციული წესი ჩქარა და
უკვე რეფორმა მიიღო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საჭიროა, მაგრამ საჭიროა სწორი მიმართულებით. და ის რომელშიც პოლიტიკური გენელი არის ბევრად უფრო მაღლა ვიდრე ის. ახლა მე მინდა შევეხო დარჩენილი 5-7 წუთი შევეხო იმას, რაც მოხდა უნგრეთში და მე მივესალმები იმას, რომ უნგრეთში მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება 16 წელი იყო ესე იგი უნგრეთის მმართველი და ფიქრობდა როგორმე ისეთი ესე იგი კონსტიტუცია მივიღო, ისეთი საარჩევნო კოდექსი მივიღო, რომ მაქსიმალურად ბოლომდე გადამჭრა თავისუფალი არჩევნების ვთქვათ შესაძლებლობა და შექმნა ისეთი 199 წევრთა პარლამენტში 106 მაჟორიტარული და 93 პროპორციული. მიუხედავად ამისა, პიროვნება, რომელიც იყო ამ პარტიის წევრი, მაგრამ როგორც კი ყოფილმა პრეზიდენტმა უნგრეთის გარკვეულწილად პედოფილებს დაუჭირა მხარი და მისმა ცოლმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა სამწუხაროდ მანაც დაუჭირა მხარი, ის მან გასცილდა ცოლს, ანუ ისთვის ხირებულება უკვე არ იყო ერთ და იგივე, როგორც მეუღლეს, რადგანაც იმანეს დაუჭირა და შექმნა ახალი პარტია. არც ერთ არსებულ ოპოზიციურ ორბანის მიმართ პარტიასთან არ შეუერთა. იარა უნგრეთის ყველა რაიონში, სოფელში და ასე შემდეგ მიუტანა სწორი მესიჯები, მარტივი სწორი მესიჯები და მერე არჩევნებში იმ ოპოზიციურ პარტიებს ეყო ვაჟკაცობა არ დაუყენეს მადიარის შერჩეულ პიროვნებას თავისი კონკურენტი და გაიმარჯვა ამ უსაშინელ საარჩევნო კოდექსში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში აუცილებელია ჩემის აზრით შეიქმნას ახალი ცენტრი. ეს ცენტრი, ეს მიდგომა პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩემის აზრით განსხვავდებოდეს ქართული ოცნების პოლიტიკურ ესე იგი მანიფესტებთან, პოლიტიკურ მიდგომებთან, ასევე განსხვავდებოდეს ნაციონალურ მოძრაობასთან ან მასთან აფილირებულ ვთქვათ პარტიებთან, რომელიც ფაქტურად იქიდან გამოვიდნენ და წარადგინონ მესამე ხედვა. ახლა საზოგადოება საუბრობს, კი ბატონო, ვინ უშლისო, რომ ამ მესამე ძალა გამოჩნდეს. უშლის ის, რომ მესამე ძალის გამოჩენა, რა თქმა უნდა, არ უნდა ოცნებას, რადგანაც ორი ძალის პირობებში ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ან ეს ვთქვათ მათთან აფილირებული პარტიებთან ერთად, ესე იგი ყოველთვის ვიტყვით, ჩვენ კი ბატონო ვარ ცუდები, კიდევ უარესია ნაცმოძრაობა. შესაბამისად, ქართულ ოცნებას არ უნდა მესამე ძალის, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას მით უმეტეს არ უნდა მესამე ძალის, რადგანაც ის პირველია ოპოზიციაში. შესაბამისად, ამ ორი ძალას არ უნდა. მათთან აფილირებული სახელმწიფო ტელევიზიებს და ესე იგი ოპოზიციურ, მაგრამ რეალურად მიბულ იმ პარტიასთან არ უნდა გამოიყვანონ ექსპერტები, სპეციალისტები ეკონომიკაში, სამართალმცოდნეობაში, განათლებაში, მეცნიერებაში, რომელიც არიზიარებენ, ესე იგი თუ ქართული ოცნების აზრს არიზიარებ, სახელმწიფო ტელევიზიაში ვერ მოხვდები. თუ არიზიარებ ბატონ მიხეილ სააკაშვილის აზრს, რეალურად ვერ მოხვდები ამ ოპოზიციურ ტელევიზიებში. შესაბამისად, ესე პლუს რა თქმა უნდა, ფინანსურად ორივე ძალა მაგრად არის გამაგრებული და უბრალოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ როგორც გააკეთეს სომხებმა, გამოიყვანეს და მოძებნეს პაშინიანი, მოძებნა უნგრეთმა და ვთქვათ ეს პიროვნება მადიარი, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი სახე პოლიტიკაში 50-55 წლამდე ვთქვათ პიროვნება. ახლა არის ბატონ თემურ შაშიაშვილის მიდგომა, რომელსაც მე ხარს უჭერ, რომ მეცნიერი უნდა იყოს ეს. ანუ გარკვეულწილად ახალი
სახე ადრე პოლიტიკაში ნამყოფი არ იყო, მაგრამ მეცნიერებაში, ესე იგი თვალსაჩინო მეცნიერი ერკვევა თქვა გარკვეულ კიდე მიმართულებაში, ეკონომიკაში და შემდეგ და მან შეძლოს ხალხის კონსოლიდაცია და ასეთ ძალას ჩვენ უნდა დაუჭიროთ ხარი მოსახლეობა. ხო 2-3 წლის შემდეგ როცა ქვეყანა დაალაგდება, როცა შეიქმნება პირობები, ეს მეცნიერები დაუბრუნდება თავის საქმეს, რადგანაც უკვე პოლიტიკურად იქნება პიროვნება ისეთი სიტუაცია, რომ ყველა მაკეთოს ჩვენი საქმე. მეცნიერმა ნაღმა აკეთოს, მეცნიერება ამის ხელშემწყობი იქნება უკვე პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს შანსი და უნგრეთი ცოცხალი მაგალითი ამისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი სამშობლო გავიყვანოთ სწორ გზაზე და ესე იგი გაიმარჯვოთ მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკება მათ შორის ბევრ სხვა პოლიტიკურ ესე იგი ცენტრებთან ერთად. ჩვენ შემდგომი გადაცემა ემთხვევა 23 აპრილს და ყველაზე დიდებული ცნობილი მეცნიერის დაბადების დღე არის. ეს არის დიდი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღე 23 აპრილი და ყველაზე გენიალური ქართული მეცნიერის ილია ბეკუას დაბადების დღე და ჩვენ ამას იმ გადაცემას მივუძღვნოთ ამ ქართველებს და ვიტყვით, აი ეს ხალხი არა მარტო მეცნიერებაში თქვენ სიტყვა, არამედ უნივერსიტეტის რექტორობის დროს, ზოგადად მენეჯმენტის დროს და კიდევ ილია ბეკუამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობის პირობებში. ამით ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვამთავრებთ. კარგად გრძანდებოდეთ. სიკეთე ბედნიერება თქვენს ოჯახებში.